ეხლა გავაგრძელებთ აქეთ მხარეს. საკმაოდ ბევრი ძაფებია. თუ მოგრჩება, არ აუშავს, უბრალოდ დავაფიქსირებთ და მოვჭრით. აი ეს ძაფი ვფიქრობ, რომ ძალიან გრძელია და იყოს ეხლა ამ მხარეს ჯერჯერობით, მე თუ არ გამოვიყენებთ ისე ჩანს რომ არ გამოვიყენებ, გავიტანთ ყაისნახით მეორე მხარეს. კარგი, აი აქ მოვედით, ხო? ეხლა აი აქ ჩავდივარ. და შორს ხომ არ არის, აი აქ ჯობია ჯერ ჩავიდეთ. ეხლა აქეთ მხარეს აი ცოტა ღრმად ხო როგორც ვაკეთებ. ეს ამოვარდა, მაგრამ არ აუშავს. ისე ჩავსვათ უკან. ხა მეგონი აქ უკვე ვიყავით, ხო? აქ არ გვინდა ცოტა წინ. აი აქეთ. არ აუშავს, იყოს ესეთი, მეც აღარ გავატარებ. ხოთ ეხლა ეს დავაფიქსიროთ კარგად, ცოტა მეჩვენება რომ იქით არის აქეთ წასული, ხო, ცოტა აქეთ გვინდა. მithumetes აქ არ გვაქვს ჯერ დაფიქსირებული. აი ეს თავი და იყოს ესე. კარგად. აქ კიდევ სხვა ძაფია, ხო? მოკლედ ბევრი ძაფები მაქვს დაგროვებული. ამას თავისი ძაფი აქვს კიდევ. კარგით, ეს მე მგონი ჯერ არ გამოგვადგება. ესეც არ გამოგვადგება ნამდვილად. აღარ დაგჭირდება პროფესორად. ეხლა აქ მე გავაკეთებ ცოტა გრეხვას, ნახეთ, აი აქ დაუწნი ესე თქვათ ბადეს ესე და კიდევ აი აქეთ ნახეთ აი ესე რომ კვანძი წარმოვქმნათ, აი ესეთი კვანძი. ეხლა აქეთ წამოვალ ცოტა. აქ მგონი საკმარისად არის. აი აქ ესე აი აქაც აქ ხო ქონდა ჩვენ აქ რა თქმა უნდა ძალიან ახლო კავშირებია, მაგრამ მაინც აქ ქონდა ჩვენ კავშირები და ის გამოვიყენოთ, ოღონდ აი ესე და ნახეთ თავისივე თავში ჩავიტანოთ, აი ეს. აი ესე. რომ ესეთი ნახეთ ხა ესეთი ხლართები გვჭირდება აუცილებლად. ეხლა იქით შეგვიძლია უკვე წავიდეთ და აქ ორცაბში მინდა მაინც ჩასვლა, რაღაც ერთი ძალიან შეიძლება გაიწელოს და არ იქნება ლამაზი. აი ესე. მოვკაჩოთ. აი ესე. კარგია ეხლა მე მგონი. ეხლა აქეთ. ერთი თვალის გამოტოვებით. გამფროსტი. კვადრატი გამოდით აქ სადაც ვიყავი ისე ჩავდივარ რომ ცოტა სამკუთხედები ჯობია იყოს ვიდრე ესეთი კუბიკები. აი ესე ნახეთ. აქ ფაქტიურად აქ უკვე მოვედი მე ახლა. აქაც მჭიდროდ წავალ როგორც აქეთ მჭიდროდ ვიყავი, აქაც ესე გავაკეთებ რომ ერთნაირად იყოს ორივე მხარი. ეს მოჭი არაუშავს თუ მოგეჭიმათ, ეს იყოს ესეთი კარგი ის არის. თავისუფლადაც არ არის. ეხლა კარგად არის ეს ამაზე გადაჭიმული. ხო, ესე გინდათ, ისიც საჭიროა. ეხლა ამ ძაბს მე და გამოვიყენო მოკლედ. კარგით, ამას ახლა მე
დავამთავრებ და ვთქვით აქეთ ესეთ ბადის გავაგრძელებ, აი ესე ერთი თვალის გამოტოვებით, მაგრამ აქეთ არ მქონდა ესეთი გაკეთებული. უბრალოდ დავაფიქსირებ შიგნით, აი ესე გავაკეთე ეს ბადე, მაგრამ ხლა აქედან ცოტა მიჭერს მე შიგნით აფიქსირება. მოდით იცით რას ვიზავ, აი ამ ორ ძაბს ერთმანეთზე გადავაბავ და ნახეთ ეს არ გვინდა მაშინ ესე წასვლა შორს, აქვე იყოს. უბრალოდ ყაისაღით გავიტან. ნახეთ, აი ამასთან დავაკავშირებდი და ამისთვის ხო ჯობია აქვე ჩაიტანოთ. უბრალოდ ეს ხატი ზემოთ ამოვიტანე, მაგრამ სიმბოლში ქვემოთ უნდა ჩავიტანო საბოლოოდ. აი ესე. მოდით აქედან კარგი იქნება. ეს ზაფი ხედავთ ხო არ გამოვიყენეთ ისეთი აქ საკმაოდ ბევრი ზაფები იყო ეს ისე ქვემოთ ჩავიტანოთ და კვანძს გავაკეთებ მაგათ შორის და ეგ იქნება ესე იგი არ არის გერიოთ ეს ზაფი უნდა გამოვიყენოთ კიდევ ახლა უნდა გადავიდე და აი ესენი რაც ორი ზაფი დამრჩა კვანძს გავაკეთებ მე კარგად დავმალავ კიდე იმიტომ რომ შიგნით არ მინდა რომ ისე იყოს ძალიან. ეს რომ მოვჭრით ხო ბოლოებს კარგად უნდა ჩაიმალოს. აი ამაში კარგად შეიძლება უკრიდან შიგამხრიდან ჩანთის რომ ჩავმალოთ. ეს ზაფები ახლა რაც მოგრჩება, პრინციპში თუ დაგჭირდა გამოვიყენებ ისე კი მე ორი გორგალი შევიძინე და ეს საკმარისი კი იყო ისე გეტყვით. ორი გორგალი კარგი ის იყო. მოგრჩა კიდევაც ცოტა. ჯერჯერობით კიდევ დაგჭირდება სახელურები უნდა მოგსოთ და ეხა ცოტა გრძელს მოგსო რომ მე ნახოთ როგორ დავმალოთ ხო რომ არ დაგვაკლდეს ესე კარგად დაიმალოს ეხა უბრალოდ ესე ჩავიტან ორ ძაბს რო არ შეგვიშალოს ხელი ჩვენ აქ აი ეს კარგით ეს არ გვინდა ჯერჯერობით და აქეთ გადმოვიტანოთ ჯობია ეს უფრო მინდა რომ დაგვიფიქსიროს. ეხლა აი ეს ძაფი ჩვენი ამითი გავაგრძელებ. სხვა შორის არც ისე გრძელი ძაფია და შეიძლება აქ არ მეყოს მაინდა-მაინც ბოლომდე აქ რა ვიდე. არა უშავს აქ მე კიდე მაქვს ძაფი ნახეთ. აი აქ და ეს შეიძლება გამოვიყენო. კარგი და ნახოთ ახლა. აი აქ ვართ ხო? ისე აქ გავაკეთებ აი სხვა ძაფით რო ვაპირებდი ისეთ სამკუთხედს ანუ ცოტა უკან დავბრუნდი ახლა მე სადაც ვიყავი აი ეს ხედავთ ეს ძაფის ბოლო დარჩა ესე ამოშვერილი და ეს რა აუცილებლად უნდა დამალოთ თორე ამ ხრელებში გამოჩდება აუცილებლად მე უკანა მხრიდან ჩავმალოთ ნაკსოვში აი ესე ახლა მეორე მხარეს აქეთ ამაში გავატაროთ თავის სამში. მოგაჩვოთ აი ესე და კიდევ აი ეს. აი ეს. მიჩვენება რომ ეს მრგვალი ფორმა ცოტა დაკარგა ამან აი ამ დეტალმა, მაგრამ არა უშავს ეს მოხსნათ ნამდვილად არ არის აუცილებელი აქ უკვე ისედაც დაფიქსირებულია კარგად. ეხლა აქეთ ეხლა მჭიდროდ წავიდოდი მე. ფაქტობრივად აქ მოხსენი უკვე ისენი. კინძის თავებს აღარ ხმარო. აქ აი ეს საკმაოდ ხმად ჩავდივარ. დააგვერდით. და აი აქედა. კიდე კარგად მოგხაჩა. შემდეგ იქვე აი აქ შევავსებ ნამდვილად ისე ყველა თვალში მინდა რომ შევიდე. უკან
ეს უნდა კარგად იყოს, აი როგორც აქ არის, ხო, აი რაღაც ადგილამდე მართლა მიჯრით არიან, აი ეს ერთმანეთთან, აი ესე უნდა იყოს აქეთაც, რომ ეს ცენტრში უნდა მოხვდეს, აი ცოტა აქეთ ეწევა ახლა ეს დეტალი, მაგრამ მე ესეც აქეთ გამოწევს და კარგად იქნებიან. აქ ახლა შევხედოთ, აქ ვიყავი, აქ ცოტა გარბის ძალიან შორს და აქეთ არ გარბის იმდენად. მოდით ნახოთ. ესა. აქ. მე მინდა რომ ახლოსში იყოს ჯერჯერობით. მომდევნო თვალში შევედი პირდაპირ აქეთ მხარეს, არ გამოვტოვე არაფერი. აქეთაც პრინციპში ყველა თვალში შევდივარ. და ეხლა ნახოთ, შეიძლება გამოვტოვო უკვე, იმიტომ რომ აქ მოვედით, რამდენი თვალი გქონდა? 1 2 3 1 2 3 4 1 2 3 4 ხო, ჯერ კიდე შემიძლია აი აქაც შევიდე გადაბმულად, ანუ შემდეგ თვალში შევედი პირდაპირ ისევ და შემდეგ უკვე გამოვტოვებ ცოტა ფაშარად შეიძლება უკვე. ესე და აი აქ შემდეგი ესე ეხლა უკვე ცოტა ფაშარად წავა აქ ნაკსოვი. ხო, აი ეს. აქ გამოვტოვოთ ერთი თვალი და აი აქ. ესე. აქ არ არის გამოტოვებული, ამიტომ ხო ისედაც შორს არის წასული და მომდენად გამოტოვება არ გამოვათვალის. აი ესე. აი მძაფში. და აქ რაღაც ბადე გვჭირდება, ვფიქრობ. როგორც აქ არის. თუმცა აქაც შესვლა შეიძლებოდა. მოდით ახლა ესე გავაკეთებ. ამ ძაბს გამოვიყენებ მე აუცილებლად, რომ აქ გამოვიარო და აქ მე გავივლი ახლა აი როგორც აქ არის, ფაქტიურად ერთი რიგია, მაგრამ ამით გავივლი. მაინც ამით მერჩევნია რომ გავიარო, იმიტომ რომ გამოვიყენოთ ეს ძაფი და მე ეს როცა აქ გავივლით, მე შეგვიძლია ცოტა იქით წავიღოთ, შიგნით გავლით. და აქვე დავამთავროთ და მე თავიდან მივამაგროთ თუ მიმაგრება არ დაჭირდება, უბრალოდ დავამთავროთ, მაგრამ კარგით, აი ესე გვაქვს, ახლა ამას შევხედავ მე. აქ ესე გადაბმულად მოდის ხო. ხა წესით მე აქეთ უნდა გამოყვე ამ ძაფით. ვნახოთ აქეთ ძაფები, აი ეს ძაფი ამას აქ ჩამოვა. აქეთ აღარ მექნება უკვე, ხო? არა აქვს თავად. ერთადერთი ეს ძაფი და ეს ძაფი. კარგი, მე მაინც ვფიქრობ, რომ გავყვე აქეთ ამ ძაფით. აქვე, ოღონდ ღრმად ნახეთ, ამას გახსოვთ, რომ არ აქვს ეს ქვემოთ ნაკსოვი ესეთი, ხო? დამჯდარი ნაკსოვი, ამიტომ რაღაც ქვემოთ უნდა ჩახვიდეთ, რომ ეს ამოიწიოს, აი ეს ლამაზად. ესე, მოკაჩი. აქ ვტოვებ ადგილს და ამით ამ ძაფით შევავსებთ შემდეგ. აი ესე. ეხლა აი ამ ერთ ძაფში შევალ. რა ვშავს, ერთ ძაფში შევიდეთ. აი ესე. და აქ კიდევ ერთხელ გვინდა აი აქ. აი ეს. შემდეგ აქეთ. ვნახოთ. ღრმად ხო. აი აქ. სად არის ეს ჩვენი ძაფები, სადაც
როგორც წესი შევდივარ ხოლმე. აი აქ შევა ორ ძაბში. ეხლა ეს მეკავონე, რომ ის გაწელილი, რაც გავწელე, ხო, არ და აი აქ შენარჩუნებული ხო. აი ეს. მოყვებით აქეთ. აქ მოდით ამ კუთხეში კარგი იქნება თუ დავაკავშირებ. აი ესე. შემდეგ ისევ ზემოთ უნდა ავიდეთ. აქ აი მოჭიმული უნდა დაიკავოთ, რომ თუ გინდათ რომ არ გაგაწვალოთ. აი ესე. და ისევ ამოიტანეთ. აი ესე. შემდეგ აქეთ აქაც შეიძლება პრინციპში. ეხლა კინძის თავს ცოტა ზემოთ გადავიტან, რომ არ შემიშალოს ძალიან თავმა. ესე და თავისივე თავში კიდე შემდეგ აქეთ და აქვე ახლოში ხო ის შორს არ წახვიდეთ. ცოტა თითქოს დაწოლილი მიჩვენება ეს, არ ვიცი, დაწოლილი თითქოს ეს მოვაძროთ და ეს თავი ამცებად დააფიქსირეთ. მიჩვენება რომ მოვქაჩეთ ძალიან, ხო, ცოტა ისე ძალით და ესე. ეს აქეთ უნდა მოიწიოს, ეს დიდი თავები ცოტა მიშლის და აი ხო აი ეს როგორც აქეთ არის ესეც აქეთ ახლოში. კარგით. ეხლა ვაგრძელებთ. იქით დავამაგრე ხო? ეხლა აქეთ უნდა წამოვიდე, აი კუთხეში. აი აქ და ახლა აქეთ გამოვატარებ და კარგად გრეხო. კარგად გამოვა. აქეთ. ძალიან თავისუფლად მოდის ძაფი ერთმანეთს. რომ არ გაიწელოს, ამიტომ ორ ძაფში ვფიქრობ უკეთესია. ესე მოვქაჩეთ კიდევ. ავედით ზემოთ, აი აქ, ხოს. აი ესე. და აქეთ. მივიწევთ წინ მოკლედ. აი. კინძის თავი უბრალოდ ეს ძაფში როცა განჭოლავთ, მაშინ ნიმს უჯერს გავლა და ხვდები ხოლმე რომ კარგად არ შევედი, ესე იგი. აი ესე. აქეთ გამოვატარებ და მე ძაფი კი მიმთავრდება აქ და შემდეგი ძაფი ეს არის, აქამდე ვერ მივალ ნამდვილად. სადაც მეყოფა იქამდე გავაკეთებ და აქ ძაფებში აკურატულად ესე მოვქაჩოთ.
დავუშვათ ეს დავამაგრეთ ეს ადგილი. თუმცა აქ უფრო ფაშარად იყო და აქ ცოტა რატომაც მოვჭიმე. ამიტომაც ეს კექაჩი ვარ ახლა ქვემოთ. აი ეს ამ ფერს. ცოტა ოდნავ ისე დიდი განსხვავება არ ამინდა მაინც. ამას ამოვიღებ და აქეთ დავაფიქსირებ რომ ესეც ყოს კარგად დაფიქსირებ. ამას ისე ზემოთ აკაჩავს და ეს მე მგონი კარგად იქნება. აი ცოტა მეჩვენება ძალიან ახლო არიან ეს ორნი ქვემოთ, მაგრამ არ ამუშავს. კარგით. აქ ახლა ესეთი რაღაცები უნდა გავაკეთოთ, აქ როგორც არის ჩვენთან ცოტა ფაშარად გამოგვივა, იმიტომ რომ ესეთი ნაკსოვია განიერი. ამით დაგშევა ერთ წაფში. აი ესე. ამას კიდევ გამოვიყენებთ როგორც ასე ვთქვათ ბადის. აქ ერთ თვალი გამოტყოვეთ, აქაც ესეთი ნაკსოვი გავაკეთოთ. აი ესე. ეს დავაფიქსიროთ. აი ესე. ეხლა აქ შეიძლება კიდევ ერთხელ აი აქ შევიდე, ნახეთ უკან. ანუ ცოტა გავზარდოთ ბადე. კიდევ ბადის ნაწილია, ნახეთ აი. მეტად თითქოს 3 ცალი ის არის ესეთი არკა ერთმანეთს. ეხლა აქეთ წამყვები. ქვემოდან ამოყვანა, ცოტა ის არის, ცოტა დაფიქსირებული გაქვთ ნაკსოვი. ცოტა რთულია. ამოდის ეს კინძის თავიზემოთ. ეხლა ისევ აი აქ შევალ, აი ესეთნაირად ზუსტად ახლა როგორც მე გავაკეთე და ისევ ამაში რომ ისევ აქაც კვანძი დამიჯდეს და იქით წავალ. აი ამასთან და დავაკავშირო ოღონდ ისე რომ ძალიან გავდეს რაც გავაკეთეთ აქეთ. ისინი ყველაფერი დაფიქსირებულია, კიდევ ერთი კინძის თავი მჭირდება. საკმაოდ აი ახლოს არის ეს ადგილი, ესეც უნდა მოვწიოთ. აი ესე და აი ესე დავაფიქსიროთ დროებით, რომ კარგად მივამაგროთ. ეხლა ეს დამივთავრდა, კარგი და ქარავიშავს. რამდენსაც მეყოფა, ეხლა მივამაგრებ და მე გავაგრძელოთ კიდე. სხვა ძაფით რა თქმა უნდა. ესე ამოვიტან, ტრახან იქით მინდა წასვლა, იმიტომ აქეთ ამოვიტან და იქნება ლამაზი. ეხლა აქ ნახეთ ორი სამაქვს ესე თქვათ ნაკსოვით ძაფისთვის და აქ გავაკეთებ კიდე. ხა აქ ძალიან ისეთ მაღალი ბადე გამოვდის მე, მაგრამ არ ამუშავს. ესე აქ ახლა თავიდან კარგად აქ კი ვიყავი. მაგრამ მოდით კიდევ წავალ ცოტა წინ. აქ თუ არის საშუალება, აი აქ. ზემოდან ჩავდივარ, იმიტომ რომ ქვემოდან ნამდვილად ვერ ამოვიყვან ამ ადგილს. ესეთი ეს არის. აი ესე გამოვიტანოთ და აი აქ ახლა მინდა რომ კვანძი გავაკეთო. მე მაინც ესე და თავში აი ესე. ეხლა აქეთ დავამთავრებ და აქ ჩავამაგრებ. ანუ ეს ძაფი დამთავრდა, ამიტომ სხვა გზა არ აქვს. უნდა დავამთავროთ ამ ძაფით. აი ესე. კიდევ კვანძს პროსერად ხვეულისთვის გავაკეთებ და მე ეხლა უკვე ეს არ მეყოფა და აი ეს ნახეთ შიგნით უნდა დავმალოთ. აქ შეგვიძლია კიდევ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. აი ეს ძაფი ახლა მოდით აქ ჯერჯერობით დავტოვებ მე. აი ესე იყოს. აქ რომ მოვალ ამ ძაფით, ხო? აი ესე წავყვები ახლა ცოტა და მე გავატარებ შიგნით და აქ კვანძს გავუკეთებ ამასთან და ეს ფაქტობრივად დააფიქსირებს.
ესე ეხლა მე ამ ძაბზე გადავდივარ. მე დაგვრჩება კიდევ ზემოთ მხარე. აი აქ ეს ზონარი უკვე გაკეთებული, მაგ ესეთი ზონარი, აი აქ უნდა დავჩავდგათ და მან კიდევ გაქნება სამუშაო. ეხლა ვფიქრობ, მეორე მხარეს უკვე უბრალოდ გაჩვენებთ როგორ დავალაგებ, ხო, ქინძის თავებით და უკვე დიდი დრო მიაქვს ძალიან და მე მგონი უკვე პრინციპს ხვდებით როგორ მაგრდება და დანარჩენს თქვენ თვითონ გააგრძელებთ მეორე მხარეს. მოდით, ეს ძალიან უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. აი აქ. შევიდეთ. და ესე ვიტანოთ ძაფი. საკმაოდ გრძელი ძაფია. და მერე კიდე. აი ეს. მაგ ცოტა ხრელი ისეთია, დიდი ხრელია, მაგრამ არა უშავს. ეხლა აქეთ. აქაც ეხლა ამოტრიალება მიჯერს ნამდვილად. აქსოვის ხრმად. ერთხელ ამოვატრიალებ მაინც. აი ეს. და მე გავასწოროთ ისე ამასად. ახლა რატომღაც ესეთი ხვია, ძალიან უგუღმა ხვია, აი სიამოვნებაში ესე გვინდა რომ აქეთ უნდა წამოვიდეთ, ხო? ისე. ახლა ბევრი ესენი დაგვრჩა კიდევ საკმაოდ დიდი ხრელებია. აი აქ შევიდეთ. კიდევ ერთხელ ამ ძაფში და აქეთ შევხედოთ ახლა მოგსოვოთ მე მგონი უნდა ცოტა. აქ შეგვიძლია აი აქ დავამაგროთ აი აქ სადაც სხვა თვალი იყო ამოყვანილი, ხოთ ესე ზემოდან შევალ ნამდვილად ამას ვერ ამოატრიალებთ ახლა ისი არის უკვე ჩამჯდარიან აქსოში. აი ესე და აქედან ახლა აქ ნამდვილად უნდა მოგსოვოთ, თან ესეც შეგვიძლია გამოვიყენოთ სპადეები. აი ეს ორი. ზევთავის თავში. საჯობია. მე ვფიქრობ, რომ აქ უკვე კარგი იქნება. აი ესე. აი დიდ არკაში ესე ვთქვათ. აი ესე. ნახეთ როგორ გადავაჯვარეთ ინე, რომ ეხლა კიდევ იქით მინდა რომ წავიდე და კარგად გამოვა. ეს მიმართული. აი აქ. ფაქტიურად აქ მორჩება, ახლა ვფიქრობ ამითი. ნახოთ აბა. აი ესეა. ნახეთ, აი აქ როგორც არის, მიახლოვებით ესეთია. ხო? აქ მე მგონი მეტი არ უნდა ნამდვილად. უბრალოდ ერთს კიდე დავკრეხავ ეს თავის გაჭიმულ ძაფში და ეხლა მე მინდა რომ ეს უნდა გაიშალოს ცოტა, ხო? ერთად ესე, აი ეს. ეხლა მე მინდა ეს გავატარო იქით. ამას გავატარებ აი ქვედა მხარეში, რა თქმა უნდა, აქ არ უნდა გამოჩნდეს. აქ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, ნახეთ, აქ ხო მოჭიმემე და ეს მაინც როგორც კვანძი იყოს აქ, რომ არ გაიშალოს ეს ადგილი. აი ესე და ეხლა ნახეთ, აი ესე ორმაგი ის გავაკეთე, ასე ვთქვათ. და ეხლა ქვემოთ ამ ძაფებს შორის გავატარებ, ან
ისედაც პირდაპირად შეიძლება მსათვლეებშიც რომ არ გაიაროთ ისე პირდაპირ, იმიტომ რომ ახლოსია პრინციპში. გამოვიტანოთ. ეს ისე დააფიქსირეთ, ეს. აქ მოვედი ახლა. სადაც ეს ძაფი გველოდება, ხო? და აქ მინდა გავუკეთო კვანცი, აი ამასთან. აქ შეიძლება მოდით ჯერ ერთს დავაფიქსირებ ამას. ხა მთლიანად რო გავაწვრინე, ხო? ცოტა აქ სადღაც შევიდეთ, რომ ესეც დაფიქსირდეს, რომ აქედან იწყებს შემდეგ მიქსოვას, თორე. ესე და ახლა ეს ძაფი ეს ახლა თავის თავთან არის გრეხვაში და ამიტომ ესე გავაკეთე, იყოს მაშინ ესე. აი ახლა აქ კვანძი და რა თქმა უნდა ეს ძაფის ბოლოს შიგნით უნდა შემავლოთ. გარეთ არ უნდა ჩანდეს ნამდვილად. მორჩა, ეს შიგნით ამას ბოლოს გავაკეთებთ, უკვე როცა ჩანთამზად იქნება, შიგა ძაფებსაც იქნება, ხო? იმ ყველა ძაფებს გავატარებთ ნაკსოვებში. კარგით, აი აქ მოვედი, ახლა მე ამ ძაფით აქედან რო მოგსოვე. ამჩვენება, რომ ეს თითქოს ქვემოთ არის მაინც, რატომღაც. ცოტა მინდა რომ ავწიოს ზემოთ, აი ესე. აი ესე. ეს მეჩვენება რომ ქვემოთ არის. ხა შეიძლება აქ რომ მივამაგრებ, აიწიოს. ხეთ ეს ადგილი ჯერ არ მაქვს მიმაგრებული. აი ეს ადგილი. ხო, აქ შეიძლება ისეც შეადაროთ, აი რა ადგილას, აი პრინციპში ერთმანეთთან აი სიმეტრიულად არიან. ხო, რა შეესაბამეთ არის. ეხლა მოდით აი ამ ძაფთან მე ამ გრეხვას გავაკეთებ კიდევ. თითქოს იქიდან ვაგრძელებ და ესე იყოს გრეხვის. ესეთი ნაწილი. და ეხლა აი ამასთან ხო აქ ძალიან ჭიდროთ არის აი აქ და აქაც უნდა ვეცადოთ რომ მივამაგროთ მაქსიმალურად. თუმცა აქ ნახეთ ეს დროებით მოხსნე, იმიტომ რომ ქვემოთ ამას აქვს თავის ნაკსოვი, ნახეთ, აი ესეთი ნაკსოვი და იქ ჯობია რომ შევიდეთ. აი ესე. შეხედეთ. აქ ვიცით რომ მაქსიმალურად უნდა მოვჭიმოთ. რომ ესენი ერთმანეთთან ახლოს მივიდნენ. აქ ჯერჯერობით აქ იყოს. ეს ახლა აქეთ მოდით ეს ამასაც მოვხსნი ჯერჯერობით. ასე მოვშორს მივდივარ. ჯერჯერობით. აი ესე. ისე თავის ძაფში. მოვკაჩოთ, ძალიან მოვკაჩოთ, იმიტომ რომ აქ კარგად იყოს კავშირი. შემდეგ აქ ახლა ბოლომდეც არ გვინდა ხო ასვლა ძალიან. აქ ვიყავით, შემდეგში შევიდეთ. აი აქ შემდეგში. წამოედოს ამ კენძის თავებს. ხო, ბოლომდე არ არის სხვა შორის აქ დამაგრება. ხო, აქ ახლა იქ უფრო მეტია. მაგრამ საბოლოოდ უნდა დავამაგროთ, აქ ყველგან ბადი გვჭირდება. ანუ ისე შეუსებელი არ უნდა დატოვოთ, ხო? ხვდებით ამას. ეხლა აქ ვფიქრობ, რომ აქ თითქოს რაღაც ნაკსოვია და ეს უკვე ძალიან მოვიდა ამასთან სიმჭიდროვეში. ხო, ну, იდეალურად სიმეტრიული არ გამოდის. შეიძლება აქ ცოტა გაიწელოს, აქ როცა გავაკეთებთ კავშირებს კიდევ. კარგით. ეხლა მე აქ მინდა რომ მაინც დავაკავშირო ბოლომდე, ავიდე ეს ძაფი კი მაქვს დარჩენილი და ოთ ეს
გრეხილის ნაწილი. ნახოთ აბა თუ კარგად დაჭდა ზემოდან. მინდა რომ გრეხილი იყოს. ხო, იყოს კარგი. ეს ხინძის თავი არ დაგვეკარგოს. დროებით ჩავარჯო თავის ბალიშში. ახლა გავყვეთ. შემდეგში აი აქ შემდეგში შევალ. აქ ახლა ცოტა ფაშარად იქნება, ხედავთ დაშორება და არაფერი არ გვაქვს, ხო, მაგრამ იმისთვის რომ აი აქ ჩვენ ზონარი გავაკეთოთ, ну აი აქამდე შეგვიძლია ეს, ნახეთ, აი ეს ადგილი ახაც ისე შევავსოთ და იქით უკვე ზონარზე უნდა იყოს მიმაგრება და მე მაინც ახლა ვფიქრობ, რომ ცოტას გავაკეთებ აქ ბადეს და გავჩერდები, იმიტომ რომ ზონარი უნდა მიმაგრდეს თან პარალელურად. ჩვენ ხო ვერ გავსაზღვავთ, სანამ გავჩერდეთ და აი ესე ცოტა ავამაღლებ და გავჩერდებ. ახლა აქაც არ არის ეს ძირზე არაფერი, ამიტომ უბრალოდ შევალთ თითქ აი ესე ცოტა გაიჭიმოს რა. ცოტა მოვშორდებ. აქ უნდა დაგჭირდება ბადის მოქსოვა. ანუ აი ესეთი, ნახეთ, უკან მოვდივარ აქეთკენ. იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ის არის, ფართობია თავისუფლად. და გარკვეული ბადე არის საჭირო. აი ესე. ას გამოვიყენებთ კიდევ. ეხლა აქეთ მოდით აქ ვნახოთ ჯერ აი ესე ჩვეულებრივად ამოვიყვან და გრეხვა რომ მივიღოთ მე მგონი ქვემოდან ჯობია არა აქედან ესე აი ესე საკმაოდ დაიგრიხა ეხლა აი ეს აქეთ ამოვალ ისევე ხოთ აი ესე და ნახეთ დაგვერდით აი და აი ფლატ ესეთი გრეხილი კი არ გვინდა იქ და მივიღოთ რაღაც გარკვეული არკა აი ესეთი არკა უნდა დაგიჭდეთ მოკლედ საკმაოდ ისეთია ხა დამწყებისთვის არ არის ადვილი გეტყვით მეც ახლა დიდი ხანი არას დავიწყე ამ ტექნიკის ათვისება აი ეს აქაც გვექნება კიდევ არკა ვიყავით აქ ხო? შემდეგი მაშინ აქეთ. ეხლა წესით იქით უნდა წავიდე, მაგრამ აი აქ მინდა კიდევ და რაღაც ადგილას გავჩერდები ახლა რომ მოვალ აი აქეთკენ. ისე აქაც ბადეა, ნახეთ, აი როგორი ბადე გამოვიდა, ხო? აი ესე. და აქეთ აქაც შეიძლება პრინციპში ამის თავზე ესეთი აი ესეთი კვანძი გამოვა, ნახეთ, აი ეს მეორე არკა და მესამე უკვე ცოტა შორს. აი აქ გავჩერდები ახლა და შემდეგ თუმცა ეს ძაფი კი მინდა რომ გამოვიყენო. ნახოთ, შეიძლება აქეთ გავყვეთ, ნახოთ აბა ახლა. აი ეს. შეიძლება კიდე რომ გავზარდოთ ეს ბადე ფიქრობ, აი კიდევ არის სივრცე. ესე
ისე გვაქვს. იმისთვის რომ ბადე წავიდეს, კარგად აქ კვანძივით უნდა დაგიჯდეთ და აქეთ წამოვიდეთ. აი ესე. შემდეგ აქეთ, აი აქაც აგავთ ესეთი ბადე. აი ძაბს როგორ იკავებ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი სწორად მიმართულება აი ესე გადახლავთვის სწორად დაგიჯდეთ. ამას რაღაც ინტუიციურად ხვდები ხოლმე ახლა, მაგრამ არ ვიცი, ახსნა ცოტა მიჭირს ხოლმე. ხო, აქ მოდით აი ეს ადგილი სადაც ამაქვს. კიდევ დავაკავშირებ აქ. და მე გადავალ შემდეგს. მე ისე გრეხვა არ გავაკეთე კარგად, მაგრამ არა უშავს, აი ახლა გავაკეთებ თავიდან. აი ესე, იმიტომ რომ იქით მივიდივარ კიდე და შემდეგი აი აქ. ახლა აქ შევხედოთ ამ გრეხვას, ჩვეულებრივ ამოვიყვან ჯერ. ესე. და ახლა გვინდა აქეთ წამოსვლა, ხო? ამიტომ აი ეს მაკეთ წამოვიდეთ. კიდევ აი ახლა ესე მეგონი ამ ზოლის შემდეგ უკვე ეყოფა. აი ესე სადაც არკებია, იქ შევდივარ და ესე თქვათ ბადეს გვსო ესე. აი ესე აქ აი აქ შეიძლება აი ამაში კიდევ სანამ ბოლომდე გავიდოდი აი აქ და შემდეგ უკვე აი ამ დეტალის ნაწილს შევყვე. ფაქტიურად მე მგონი უკვე საკმარისია აქ. კვანძი წარმოიქმნა. ამ ძაბზე არ კვანძი არ წარმოქმნება ჯერჯერობით ხო უკვე. აი ახლა ეს მე მგონი ეყოფა, იმიტომ რომ მე აი როცა მივაკავშირებ ცოტა გაიწელება ეს. აი უნდა დავაკავშიროთ ხო მაინც იმ ზონართან. აი ეს უკვე საკმარისია. უბრალოდ ფიქრობ რომ ეს ძაბი მინდა რომ გამოვიყენო კიდე. თორემ მოგვიწევს აქ მიმაგრება. აქ კიდევ გვაქვს ძაფი. აქ გვაქვს თავის ძაფი აქვს ამას. მოგეთ. აი ამ ბურთულას აქ თავის ძაფი. კარგით, ეს ამითი გავაკეთებ აქეთ მხარეს. მაშინ აქ მოვრჩით. ოღონდ აქ მოდით კიდევ რაღაცა ის მინდა. კვანძივით. აი ესე. მოვჭინოთ. ჯერჯერობით იყოს ეს ძაფი, არ მოვჭერ, იმიტომ რომ შეიძლება გამოგვადგეს აქ, არ ვიცი. ყველა ძაფს ვიყენებ მაქსიმალურად. კარგით, ახლა აქ. და ფაქტიურად ძირითადი ნაწილი ეს წინა მხარეა თუ განა მხარეა, რომელიც არ აქვს მნიშვნელობა. ეს უკვე ფაქტიურად მზად იქნება, თავი იქნება მისამაგრებელი, აი აქ ეს ზონარი და სულ ეს არის. კარგით. ეხლა ჩვენ რა გავაკეთოთ აქ? აქაც შეიძლება ასე წავიდეთ და მე გამოვაძვრინოთ ამ ნაკსოვში და აქეთ წამოვიდეთ, არ აქვს მნიშვნელობა. აქ ეს კარგი ის არის ნაკსოვი, რომ აქ შეიძლება ადვილად დამალოთ მე ძაფის ბოლო. რომელი ჯობია ეხლა, რომელი უფრო მოხერხებულია. თან ეხლა დააკვირდით, აი როგორც აქ არის, მიახლოებით, მე მგონი ესე ზის ხო, კარგადიანი ეს კინძის თავები. ხო, კი, კარგი ის აქვთ. განლაგება. მოდით აქეთ წამოყვები ახლა მე. აი ესე. აი აქ ამოვიდა. ახლა აქედან გამოვიყვანოთ ხო კბილანებიდან ხოლმე. აი პირველი კბილანა.
ეხლა ეს პირდაპირ ამათთან არის კავშირში. ხო. უახლოესი რაც არის ესე იგი. თუმცა აქ ცოტა ისაა ჩვენ ბადეს ვხსოვთ და ცოტა უახლოესთან თუ გინდათ მაშინ კავშირივით გამოვა. თუ გინდათ ბადე ცოტა შორს მოშევდით და ისე გააკეთეთ. კარგით. ასე. მოკაჩეთ. შემდეგ აქ ერთის განტოვებით გვაქვს. ანუ ამას ტოვებთ, აი აქ. კვინანას ტოვებთ. ხო? ამოდით ნახოთ ის სწორად. კი. ასე. ცოტა იქით ხარეს ასე. აი ესე. ეხლა ძალიან არ მოკაჩოთ ხო? ეხლა მე მოკაჩი ძალიან. იქით არ არის მოკაჩივით ძალიან ისე დიდი ხვრელებია, კარგად. ეხლა აქეთ. აქაც ტოვებთ აქეთ რაღაც ისე თვლებს, ესე ვთქვათ, თლად ახლოს არ გინდათ, ხო? ორივე მხარეს ცოტა ესეთი. ახლა აი ამას ტოვებ და აი აქ. აი ესეთი ხვრელები გჭირდებათ. როგორც აქეთ ამიახლოებით ისეთი. ახლა ეს კუთხე კი გამოყენებული იქით ხარის. გამოვიყენებ აი ამას. ხო. აქ ცოტა მჭიდრო თარი არ აუშავს. ერთი გამოვტოვოთ და აი აქ. გამოვტოვოთ. აქ ვიყავით ხო, ამას ტოვებ და აი აქ. კიდევ ერთხელ, აი ესე. შემდეგ იქნება აქ ცოტა დაჭიმული მეჩვენება, ვიდრე აქეთა იყო. და ფაქტურად მოვედით უკვე ძალიან მარტივად. აი ერთს გამოვტოვებ და აი აქ. აქ კი მაქვს უკვე მოყვანილი. ერთხელ, აი ესე და აი აქ სადმე დავაკავშირო. ძალიან კარგად. ეს მქონდა დაწყებული ფაქტურად, იმიტომ ესე უცებ მალე მოვედი აქ. და კუთხეში ეს მეჩვენება კარგია. აი ეს. და ესე გავაკეთებ გრეხილს, მაგრამ უკვე ფაქტურად აქ ვამთავრებს და შიგნით გვინდა უფრო რაღაც ისეთი კვანძის მაგვარი, რომ მე იქით წავიდეთ. აი აქ გვაქვს გასაკეთებელი, ხო? აქ მორჩი ფაქტიურად. ესე გავაკეთე. გამოვატარებ უბრალოდ. თან ნახეთ აი ესე. ხვდებით ხო? აქ ორ ძაბში გავატარებ მხოლოდ და ესე უბრალოდ გავიტანე, როგორც ხვრელი გამოვიყენე. ეხლა ეს კარგი იქნება, რომ აქ შემეძლოს შესვლა. იყოს, მოკლედ ამას მე პირდაპირ ეხლა იქით წავიღებ, სადაც ვაპირებ გადასვლას. აი აქ ეს მოусნათ, აქ იმედი არ უშლის. ეხლა დავაბრუნოთ. კარგით. ეხლა საიდანაც ვაპირებ ჩვენ გაგრძელებას, ხო? მეჩვენება რომ ეს ძალიან აი ეს პრინციპში ეს ზემოდან ზის ხო ჩვენ გვინდა აი აქ აი ეს ადგილები კარგი იცით რას ფიქრობ ეხლა მე ფიქრობ რომ ეს ზაფი აქეთ კი არა მოდით აქედან წამოვალ და ესე წამოყვები აქედან იქით არ აქვს დიდი მნიშვნელობა მოკლედ კარგით აქ იყოს რომ აქ ზაფის ისენი არ გამოჩეს აქ რომ თუ აქ მივალ აქ შეიძლება გამოჩდეს ხო გადაკვეთები ეგ არ გვინდა აი აქ მე მაინც
აქედან გავაგრძელებდი. და გრეხვა კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო აქ. ხეთ აი აქ გავატარებ. თლაც შემოვლა არ მინდა ეს. და აქ წავიყო. აქაც ფაქტიურად ზოგან ხო იქაც გამოტოვებული გვაქვს ერთი, მაგრამ ეხლა ეს არ მგონია რომ კარგი იდეა იყოს რომ გამოტოვოთ. აი აქვე მინდა. ხო, ესე ძალიან შორს თვალითაც შეაფასეთ. თუ ძალიან შორს გადახტება არ არის კარგი. აი ეს. აქ შეიძლება გამოტოვება ერთი თვალი გამოტოვე. ავატაროთ თავისივე ძაბში. კაჩო. შემდეგ აქ შეგვიძლია გამოტოვება, აი ამას გამოვტოვებ და აი აქ. აი ესე. შემდეგ აი აქ. აქ ერთი ძაფია, მაგრამ არა უშავს იყოს. ერთ ძაფში შევიდეთ. აი ესე. იქნება. ხო, იქაც კარგი ისა გვაქვს, რა ქვია. ხო, ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ჭიმავ მე და აქეთ საკმაოდ ის არის დიდი, არ ვიცი ჩვენს ახლა საკმაოდ მოშორებულია ეს ადგილი და აქაც შეიძლება ესე რომ უბრალოდ ეს ისე ზის ახლა რომ უკვე ესე ლამაზად არის. სპეციალურად არ მინდა რომ მოვაშორო. მგონი კარგად არის სიმეტრიულად, ხო? აი სიმაღლე. ვფიქრობ, რომ კარგია. ცოტაც ფოკუსი იკარგება ხოლმე ძალიან მარტივად. აქაც ამას გამოვტოვებ და აი აქ ჩამალული როა ეს კბილანა აი ამასში გამოვატარებ. და ეს სამუშაო ძაფი ქვემოთ მოვახვედრე, რომ გრეხილი გამომივიდეს თან. აი ეს. კარგით. აქ ახლა ცოტა ისეთი ახრელები დიდი ხრელები არ მინდა რომ დაგვიჩნდეს და ამიტომ აქ შევა. კარგი, სადოთაბა ორ ძაფში როგორ გამოვა. არა უშავს, ნორმალურია. ან თვითონ უზორიც რომ არ დაგი ეს თქვა და ამახინჯოს ხო ეს დეტალის. აქ თან უყურებ მე იქით მხარის როგორც ამაკ ხო? იქ გამოტოვებით არის სულ კარგი და აქაც გამოტოვოთ და ეს გამოტოვოთ და აი აქ. ფაქტიურად ერთი. აქეთ უნდა გამოვყვეთ ხო? კი, უნდა გამოვყვეთ აქეთაც. კარგი, აქ შეგვიძლია. აქ შევიდეთ. ხო, ეს ცემოთ. ესე. ეს ჩვეულებრივად გამოვიდა, იმიტომ რომ აი ესე უნდა მე ამ ნიშნოს ისა კინძის თავს მოხსნი მიშლის ედებაზეთ აი ეს კი აქ ცოტა ხრელი დარჩა მაგრამ აქეთაც მეორე მხარეზეც ესეთივეა და იყოს არა უშავს აი ახლა ნახეთ ეს რომ მოვჭიმოთ ცოტა აი ეს ესეც რომ მოვჭიმოთ უკეთესი იქნება ვფიქრობ აი ეს აი ეს უკეთესია ახლა აი აქ ხო ქვემოდან ამოვდევართ ხო ესე კიდევ ერთხელ დამჭირდება ხო გრეხვისთვის ეს ძაფში ახლა აქეთ ნუ
ახლოს არის ეს თვლები ძალიან. შეგვიძლია ყველა თვალში შევიდეთ აქტიურად. კარგად შევიდეთ ყველა თვალში აქ. კარგად ჭიდროთ გვექნება ასეთი. ისე. ეხლა აქეთ არ ყოფილა ჯერ ხო? ისე. და ის დაგვრჩა. ეს დაგვრჩა. ისე. კიდე ისე. გავკაჩოთ. ცელებად. და აქტიურად ეს არის, აი აქ ხა ხრელია და მე ეს აქაც ესეთი ხრელი გვაქვს, მსგავსი. მაგრამ ფიქრობ, რომ იმისთვის რომ ლამაზად დაგვიჩნდეს აქ ხო ვიყავი, აქეთ მხარეს ვიყავი ხო ბოლოს თუ იქით ვიყავი პირიქით. აი ნახეთ, იქით ვიყავი, აი აქ დავაკავშირებ მაინც აქეთ მხარეს. აქ საკმაოდ სიმჭიდროვეა და იქით წავიღებ ახლა ნახეთ აქ სადმე ხრელში შევალ, იმიტომ რომ უნდა ეს თქვათ დავაბოლოოთ აქ მორჩა ეს ყველაფერი და აი ესე უბრალოდ ამას მერე დავაფიქსირებ. ნახოთ ახლა როგორ გამოვიდა, აი ესეთი ადგილია, აი ნახეთ, აი ესეა. კარგით. აქ უკვე დავაფიქსირებთ შემდეგ. აი ესე გვაქვს ახლა. ამის შემდეგ უკვე აქაც გვაქვს რაღაც დარჩენილი. აი აქ შეიძლებოდა კიდევ, მაგრამ ამას ვფიქრობ, რომ აი ამ ძაფით შეგვეძლო პრინციპში ახლა აქეთ გამოსულიყავი და აქ ამომეყვანა ცოტა აი ამ ადგილას. კარგით. ჯერჯობია აქ გავაკეთოთ კვანძი და მერე კარგით ესე გავაკეთოთ.